დარწმუნებული ვარ, ეს ვიდეო ყოველმა თქვენთან გამანახეთ, არაერთი აზრი და პოზიცია მოისმინეთ, თუ დააფიქსირეთ თქვენ თვითონ. მაგრამ დღეს მე მსურს პირდაპირ სიმართლის ჭურვი გესროლოთ და გთხოვთ რომ გაიაზროთ. თუ პირველზე არა მეორეჯერ უყურეთ ვიდეოს, გთხოვთ და თუ გაიაზრებთ, გააზრეთ ეს ვიდეო აუცილებლად, იმიტომ რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს დღეს რა რეალობაში ვცხოვრობთ. 3 წელი ბაღში, 12 წელი სკოლაში, მინიმუმ 4 წელი უნივერსიტეტში და შემდეგ მთელი ჩვენი ცხოვრება გადასახადების გადახდაში, იმიტომ რომ გამდიდრდნენ დიდრები, ხოლო ჩვენ უბრალო ადამიანებს არავინ არ ფიქრობს. ანუ გულისხმობ იმას, რომ მთელი ეს განათლების სისტემა ორიენტირებულია იმაზე, რომ გვაქციოს მოწესრიგებულ მონებად და ჩვენში ყველანაირი ადამიანური გრძნობები წაშალოს, რადგან ეს ვიდეო მეტყველებს, თუ ბავშვებმა როგორ გაგრძელეს სიმღერა, მე ამ ბავშვს არც არ ვეჭი. და იმას ვიზაქრო, რომ სისტემა არის შესაძლებელი მთლიანად და განათლების რეფორმა ახლიდან არის ჩასატარებელი, მაგრამ განათლების რეფორმის მთავარი მიზანი უნდა იყოს ადამიანური გრძნობებზე დამყარებული, რომ ადამიანური გრძნობები უფრო გავუღრმავოთ და სწორი მიმართულება მივცეთ, ვიდრე წავუშალოთ, არ უნდა ვუშლიდეთ ბავშვებს იმ ადამიანობას, რომელი ადამიანიც აუცილებელი არის მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში. ერთმანეთთან მიმართებაში პირველ რიგში. და თუ ეხლა თქვენ ვერ იაზრეთ რას გეუბნებით, კიდევ რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ. ტექნოლოგიური სიახლეების, როდესაც გვეუბნებიან, შეიქმნა ჩვენივე ცხოვრების გამარტივებისათვის, ჩვენი ცხოვრების გამარტივებისთვის კი არ შეიქმნა, ჩვენ საკონტროლებად შეიქმნა და არ ვითარებენ მხოლოდ ამისთვის, რომ მეტი კონტროლი გქონდეთ მათ ჩვენზე. იმასაც გეტყვით, რადგან არავინ არ გეტყვით. შეიძლება ერთეულემა თქვა მხოლოდ, რომ ხომ იძახიან, რომ ჩვენთანო ასე ვთქვათ, მედიცინაო, უფრო და უფრო ვითარდება თქვენი ჯანმრთელობისთვის. ანუ ჩვენ გვაჯერებთ ჩვენი ჯანმრთელობისთვის არ ვითარებენ მეცნიერებას, როდესაც ყოველდღიურად ჰაერიდან, წყლიდან თუ საკვებიდან გვწამლავენ. აი ეს არის დღევანდელი რეალობა. აი ეს სისტემა მთლიანად შესაძლებელი არის, ხო? არ მოვერიდები ამის თქოს, მთლიანად შესაძლებელი არის ეს სისტემა. თემური ვარ ბოკელავაძე, აი ეს ბიჭი ვარ, რომელიც ყოველთვის მხოლოდ სიმართლეს გეუბნებოდათ, გეუბნები და კიდევ ბევრჯერ გეტყვით. შიში მე არ მაქვს, ერთადერთი ღმერთი მიყვარს და ღმერთის სახელი სადიდრებოდ ყველაფერზე წავა. დანარჩენი მე რო არავის არ ვემსახურებ, ეს ყველამ ძალიან კარგად იცით, ისაც უჩემოთ, რომ ძალ თქვა ამაზე, იმიტომ რომ რომელი გაყიდვაზე ან ვიღაც მსახურებაზეა საუბარი, როდესაც სიცოცხლე მაქვს გადადებული იმისთვის, რომ უფრო მეტი ადამიანი გამოგაფხიზლოთ. გამოგაღვიძოთ, იმიტომ რომ მართლა მიყვარხართ ჩემიერი და იმ ჭაობში ვართ, საიდანაც ვერა და ვერ ამოვედით რა. ხო და თან ეს ხდება, ეს გადაცემა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელიც ეს საზოგადოებას უნდა ემსახურებოდეს. მაგრამ პირდაპირ ეთერში თურმე რეები ხდება. ხო, ნახეთ თქვენ თვითონ. ეს საზოგადოებრივ მაუწყებელი ჩვენივე დაფინანსებული ხარჯებით არსებობს. ანუ ბიუჯეტში ჩვენ ხო თანხას იღდით, როდესაც მუშაობთ. იქნებ ხო ბევრი გადასახადებია და სახელმწიფო ბიუჯეტი ივსება. იქიდან აფინანსებენ ამ საზოგადოებრივ მაუწყებელსაც მინიმუმ 100 მილიონით წელიწადში. 100 მილიონით ხალხო. ანუ რაში იფრანგება ფული? პირდაპირ გეტყვით. პირდაპირ პარტიული ტელევიზია არის პირველი არხი. მე ერთადერთხელ მიმიწვიეს პირველ არხზე, პირდაპირ გეტყვით, ისეც კანონი ავალდებოდი, იმიტომ თბილისის მერობის კანდიდატი ვიყო და სხვანაირად ვერაფერს ვერ იზავდნენ, თორე არავის დროს არ მიუწვევი ვარ. ისე არ ცეთ ტელევიზიას. ნეტა გაბედო და მიმიწვევ, ყველა პროპაგანდისტები არიან და პირდაპირ გეუბნებით. ყველა არიან სისტემის მსახურები მაგასაც. რომ ესენი ჩვენ ხალხზე არ ფიქრობენ. აი როგორ შეიძლება ამდენი პრობლემა იყოს ქვეყანაში და საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქციების გამართვა უწევდეს ხალხს, რომ გააშუქოს. ანუ ხედავთ, რამხელა ჭაობში ვართ. ყველაფრიდან ჭაობში ვართ. ამიტომაც ჩემი ინიციატივა არის, ვიცი რომ ამას რაღაცა არავინ არ გააკეთებს, მაგრამ ოდესმე თუ შევძელით, მოსვლა მართლა იმ წესიერმა ვაშკაცმა და ვისაც საქართველოს გვიყვარს და გვადარდებს და ყოველ თქვენთან გას გეუბნებით, მართლა მიყვარხართ და მადარდებთ, იმიტომ რომ ჩემი თანამოქალაქეები ხართ რა. ჩვენს ერთ მიწაზე დავდივართ, ერთი ცალ და ყურებს, სისხლი გვაქვს ერთი, ქართველები ვართ და ჩვენი ქვეყანას უმროთ ვთმობთ. მართლა ტყვიების ზუზუნი ხო არ არის აუცილებელი და ბომბების დაცემის ხმა. ცივი ომი მიმდინარეობს ჩვენს წინააღმდეგ. საქართველოს ქართველების გარეშე სურთ და ვინც ვართ აქ ქართველები ჩვენზე სურთ, რომ ყველანაირი კონტროლის მექანიზმი გქონდეთ. მოწესრიგებული მონებად გვაქციონ. ამავდროულად ჩვენზე ექსპერიმენტები ჩაატარონ, გულისხმობ იმას, რომ გვწამლავენ ყოველდღურად წყლიდანაც, ჰაერიდანაც, საკვებიდანაც,
აი ყველა მხრიდან აი უამრავი რაღაცას შეგვიძლია ვისაუბროთ რა იმაზე თელი ცხოვრება არ მეყოფა მეგონი რომ ვისაუბრ იმდენი რაღაცა ვიცი და იმდენ რაღაცას ვუყურებ და ამიტომაც პირდაპირ ვიცახი ჩემი ინიციატივა რა იქნება რა საზოგადოებრივი მაუწყებელი გაუქმდეს მთლიანად იმიტომ რომ ხალხს მაინც არ ემსახურება ჩვენ პარტიული ტელევიზიები ქართულ ოცნებას ისედაც ბევრი ყავს არა მარტო თავის ტელევიზიები მეორე ტელევიზიებიც მაგათია რომ იცოდეთ ანუ ყველა ტელევიზია ემსახურება სისტემას და პირდაპირ ვთქვათ მე არ მოვერიდები ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებს აი ეს არის სიმართლე მე არც ყურადღება ნახეთ აზე გამახვილეთ არც ბატონოს არ ხმარობ სხვები ბატონოს ხმარობენ აი ახეთ მე პირდაპირ გეუბნით ეით რომ ეს ყველა ემსახურება სისტემა ბიძინა ივანიშვილის სიტყვას მოდი ასე ვთქვათ როგორც ბიძინა ივანიშვილი გადაწყვიტავს და მისი გუნდი ასე ვთქვათ მე ვისაც ეტყვის ვისაც დაავალებს ისე აკეთებენ ესენიც ამიტომ ჩემი ნება რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საერთოდ გასაუქმებელი ჰაერში არ უნდა იხარჯებოდეს და არ უნდა იყრებოდეს ხალხის ფული ის 100 მილიონი და ეს 100 მილიონი პირდაპირ უნდა ჩაიდოს სკოლაში კვებაში მეოთხე კლასამდე მინიმუმ სკოლაში კვებას 100 მილიონი ხელში ამოვა დაახლოებით 2000 სკოლა არის როგორც მახსოვს იმიტომ ეს სტატისტიკები ძალიან ადრე ვისწავლე და 200,000 ბავშვამდე ანუ 220,000 ბავშვამდე არის ანუ ეს 100 მილიონი ერთი წლის განმავლობაში სრულად ეყოფა მეოთხე კლასამდე ჯანსაღ კვებას ბავშვებისათვის ამიტომაც სკოლაში შეიტანეთ კვება შეიტანეთ შეცვალეთ განათლების სისტემა ჩაატარეთ ნამდვილი რეფორმა რომელიც ადამიანურ გზნობებზე იქნება დამყარებული ხოლო დანარჩენებს მოგიწოდებთ რა პრობლემის გამოაშკარავება ძალიან კარგი არის რომ ამაზე არ დუმხართ მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი პოპულიზმი როდესაც მხოლოდ პრობლემის გაჟღერებაზე ვართ ორიენტირებულები რომ ხო აი ხალხის უმეტესობას მოსწონს ხმამაღლა საუბარიც პრობლემებზე საუბარიც ლანძღვაც ბევრი რაღაცა მოსწონს ხალხს იმიტომ ნახვებს არ დებს ხონერად რა თქმა უნდა ეს ვიდეოები მაგრამ მე გეუბნებით რომ საქმეზე ვიყოთ ორიენტირებულები რა და პირდაპირ გეუბნებით რომ ხო კარგია პრობლემების გაჟღერება მაგრამ ჩვენ უნდა დაუპირისპირდეთ ამ პრობლემებს არა მხოლოდ სიტყვით არამედ საქმით და გონია რომ სწორი მიმართულება მქონდეს ყოველ ჩვენგანს რასაც მოდი უფრო მარტივად განგიმარტოთ ნახეთ რაც მოხდა ხო ეს ხომ არის სისტემური დანაშაული რომელიც ადამიანურ გზნობას გვიშლის ხო ეს უკვე დანაშაული არის ხო საზოგადოების ქართველი ერის მიმართებაში მითუმეტეს ეს ბავშვი არის ჩვენ ხო ხედავთ რომ აი პირდაპირ ეთერში რა მოხდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხო პირდაპირ გეუბნებით არაერთი უარესი შემთხვევაც მინახია მე პირადად და ზუსტად იმასაც გეტყვით რომ ისეც კი დანაშაული არის როცა საზოგადოებრივ მაუწყებელი საზოგადოებას არ ემსახურება ამაში ვინც არ მეთანხმება უბრალოდ ქვეყნის მტერია და სისტემის მსახური არის და ვინც იმაშიც არ მეთანხმება სკოლაში კვება არის შესატანი ისეთ სისტემის მსახური არის და ისეთ საქართველოს და ქართველი ერის მტერი არის იმიტომ რომ ბავშვებს ოჯახებს უჭირთ ძალიან ბევრი ოჯახი ვიცი ვისაც საშუალება არ აქვს თავის შვილს სკოლაში კვება გაატანოს ფული გაატანოს და ბავშვების შვილები არიან ხო შეგვიძლია ვარაუდის დონეზე დაუშვით ისე რომ ეს ბავშვი მშიერი იყო ხო ჩვენ დავიხდეთ ეს ეკრანთან სიმღერის პერიოდში რა მოხდა მაგრამ ჩვენ ხო არ შეგვიძლია ყოველდღიურად ამ ბავშვებს სკოლებში ვუყუროთ რაიც რამდენი ბავშვი ხდება ხო ცუდად ამიტომაც ვიძახი ყველაზე კაი გამოსავალი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებელი გაუქმდეს ის დაფინანსება რაც არის 100 მილიონი ჩაიდოს პირდაპირ სკოლის კვებაში მე რომ ოდესმე თუ შევძელით მე რა ეხა ნებისმიერ ვინც შეძა საქართველოში მთავრობაში მოსვლას ერთხელ იქნება ეს პატრიოტული ძალები მართლა გავერთიანდეთ ეს ახალგაზრდა ბიჭები და გოგუები და შევცვალოთ მთლიანი სისტემა მოვიდეთ მართლა ისე ვისაც გვიყვარს და გვადარდებს ჩვენი ქვეყანა მე იმასაც გულწრფელად გეტყვი და ჩემი ვიდეოებშიც ჩანს ხოლმე რომ მართლა მიყვარს და მადარდებს ჩემი ერი და ჩემი ქვეყანა რომ არ მყავს დასაკარგი ქართველი იმ ქოცებიდან ნაცების ლიდერებშიც არ მყავს მაგრამ იმათ იცავს გავუკეთებთ საზოგადოების სასარგებლო საქმეებს ჩავადენინებთ კანონით ამიტომაც პირდაპირ გეუბნებით სიძრულის ენას შევეშვათ იმაზე ვიფიქროთ როგორ გავერთიანდეთ და როგორ ვაკეთოთ კარგი საქმე კანა პოპულისტით დავკარგეთ რომ აი ეს პრობლემაა და მარტო მე ვაჩქებ და ამაზე ათასობით ხალხი ვალაიქებს ხოლმე რა მე იმას გეუბნებით რომ სისტემას უნდა ვებრძოლოთ სისტემურად და გულისხმობ იმას რომ საქმით და არა ისე რომ დღეს ვიდეო ჩავწერეთ კარგი ბიჭი ვარ ახლა გავაკრიტიკე ოცნება ამაზე ვიღაცებს განტებს ურიცხავი ვიღაცა ლაიქების ხამი არის ვიღაცა იქეთ აქეთ რაღაცა და აქედან გამომდინარე ყველაფერი მიდის უკან ამიტომ ერთობის დრო არის დიდება უფალს მშვიდობა საქართველოს და გამარჯვება ქართველ ერს